მოგესალმებით მეტალაბის სტუდიიდან. ეს არის გადაცემა ალგორითმი. დღეს ვისაუბრებთ ხელოვნური ინტელექტის პირობებში რა პრობლემები შეიძლება შეექმნას გარკვეულ პროფესიებს, ვინაიდან როგორც ვიცით, არის უკვე ის საშიშროება, საფრთხეები, რომ რამოდენიმე პროფესია ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა და რომ გითხრათ ოთარ რა პროფესიებს მოიაზრებს ძირითადად, ანუ რა შეიძლება უფრო ადრე მოხდეს რომელი პროფესიების ჩანაცვლება უფრო ადრე შეიძლება მოხდეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. მადლობა თია კითხვისთვის. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაში და უფრო ღრმად შემოვა, რაც უფრო წლები გავა, უფრო ღრმად დაიმკვიდრებს ადგილს ნებისმიერ სფეროში. ხელოვნური ინტელექტი ეს არის დროის საკითხი, რაღაც პროფესიები, გარკვეული პროფესიები 1 და 2 წლის პერსპექტივაში განიცდის ტრანსფორმაციას, ან სრულად გაქრება და მათ ადგილზე ახალი პროფესიები და ახალი დისციპლინები გაჩნდება, ახალი სფეროები. გარკვეული პროფესიებს ალბათ დრო დასჭირდება, რომ რაღაც გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადოს, თუმცა 10-15 წლის პერსპექტივაში ისინი იცვლიან სახეს აბსოლუტურად გადასხვაფერდებიან. ესეთი პროფესიები პირველ რიგში რაც დარტყმის წინაშე არის და სადაც ამ პროფესიებში მომუშავე ადამიანები ასე ვთქვათ ფხიზლად უნდა იყვნენ და მოემზადნენ ახალ ეპოქაში შესასვლელად. ესეთი პროფესიები არის განათლების სფერო, მასწავლებლებმა აბსოლუტურად ახლებური მიდგომებით უნდა დაიწყონ სწავლება, ეს არის განათლების სფერო, ეს არის მედიცინა, ეს არის იურისპრუდენცია, ეს არის უბრალოდ მომსახურების სფერო, კოლ-ცენტრების ოპერატორები, ბუღალტრები და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია. რაღაც თლათ არ გაქრება ეს სფეროები და ესე არსად არ სწავლენ და არსად არ დაიკარგებიან, მაგრამ გამოთავისუფლდება ადამიანის ენერგია იმ განსაკუთრებით იმ სფეროებიდან, სადაც ადამიანი თითქოს იყო რაღაცებში, ადამიანი იყო ავტომატიზაციას აკეთებდა და მეც არაფერს. აი ვთქვათ, ავიღოთ ტრადიციული ჟურნალისტიკა, სადაც მხოლოდ ბლოგებს წერდნენ და სტატიებს წერდნენ. ეხლა შენზე კარგად დაწერს ნებისმიერი დიდი ენობრივი მოდელი ამ ტექსტს და ცოტა ხანში ანუ 2-3 პრომპტის საფუძველზე ძალიან კარგად გამართავს ყველაფერს. და უკვე ეს ადამიანები ამ ხალხმა თუ ამ ჟურნალისტებმა, ტრადიციულ ჟურნალისტიკაში და ბლოგერებმა თუ ახალი უნარები არ აითვისეს, ახალი უნარები არ ისწავლეს, ახალი ხელსაწყოების გამოყენება არ ისწავლეს, მინიმუმ 15 ხელსაწყო თავის სფეროში, ეს ადამიანები უბრალოდ აღარავის აღარ დასჭირდება. მათ ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ხელოვნური ინტელექტის უნარები და ვისაც ექნება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენების უნარი და ესეთი ადამიანები ჩაგანაცვლებენ, შეიძლება გასაკვირიც იყოს და მთლიანად შეიცვალოს ზოგადად ანუ ამან რაღაცა კულტურული შოკიც გამოიწვიოს, ან შოკი მიიღონ ადამიანებმა, რომ ადამიანი ვინც გუშინ არანაირი ნიჭით არ გამოირჩეო და არანაირად შენზე მეტი არ იყო, არაფერს არ წარმოადგენდა საერთოდ, ხვალ 2-3 ხელსაწყოს გამოყენებით შეიძლება შენზე 1000-ჯერ მეტი შეძლოს და 1000-ჯერ მეტი გააკეთოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ახლებურად ფიქრი დავიწყოთ. ახლებურად ფიქრი ნიშნავს იმას, რომ გადავდივართ საერთოდ ისეთ განსხვავებულ სამყაროში, რომელშიც არასდროს არც ერთი თაობა, რა ვიცი, დასაბამიდან, აი რაც ჩვენ ისტორია გვახსოვს, არ ყოფილა. ეხლა რა ეპოქაც მოდის, ესეთი ეპოქა არასდროს ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ანუ ადამიანური რესურსები ნაკლებად საჭირო იქნება უკვე სხვადასხვა სამსახურებში, ხო? სადაც ავტომატიზაცია იყო აქამდე, რასაც ავტომატურად აკეთებდა ადამიანი. მაგალითად, აი გრაფიკული დიზაინის შაბლონები ავიღოთ. მაგალითად, ყოველდღიური რუტინული ბიუროკრატიული საქმიანობა ავიღოთ საავადმყოფოებში, რასაც აქამდე რაღაც ჩანაწერს და ანკეტებს აკეთებდნენ და დრო იკარგებოდა. ერთ მხრივ ეს კარგიც არის, იმიტომ რომ დრო გამოთავისუფლდება და ადამიანს მეტი ფიქრის საშუალება ექნება, მეტი კრეატიული აზროვნების საშუალება ექნება, მეტი შექმნის საშუალება ექნება, რომ სხვაგან გადართოს ეს გონება, როდესაც შენ რაღაც რუტინული სამსახურით იყავი დაკავებული და არაფრის დრო არ გრჩებოდა იმისთვის, რომ
რაღაც გაგეკეთებინა, ეხლა ამ ყველაფერს შენ მსმაგივრად აკეთებს ხელოვნური ინტელექტი რაღაც წამებში, ერთ წამში, ორ წამში და შენ მთელი დღე გრჩება იმისთვის, რომ ეს შენი დრო და ენერგია გამოათავისუფლო და გადაართო რაღაც კრეატიული და ახალი საქმიანობისთვის. აი, ეხლა მაგალითად სულ რამდენიმე დღის წინ OpenAI-ის ეს ხელმძღვანელი სემ ალტმანი საუბრობდა ზუსტად ამაზე, რომ ეხლა მაგალითად შეიქმნება საერთოდ ახალი დისციპლინები, ველოდებით უკვე რომ სადღაც 5-10 წლის პერსპექტივაში გვექნება რაღაცა ახალი დისციპლინა, რომელიც იქნება ყველაზე მაღლა, ყველა სხვა დისციპლინაზე მაღლა. ოღონდ ჯერ არავინ არ იცის ამ მოდელებზე დაკვირვებით ახდენენ ამას და ჯერ არავინ არ იცის რა დისციპლინა შეიქმნება და როგორ შეიქმნება, მაგრამ ჩვენ გვექნება იმის უნარი, ეხლა ადამიანებს შეიძლება შიში აქვთ, მაგრამ შიში კი არ უნდა გქონდეს, რაღაც мотиваცია უნდა გქონდეს და მონდომება, რომ შენ რაც შეიძლება მეტი ისწავლო, რაც შეიძლება მომზადებული შეხვდე ახალ სამყაროს, რომ როდესაც 2-3 წელში მართლა ტალღასავით დაგარტყავს ეს სამყარო, რაღაცებისთვის იყო მზად, რომ მარტივად გაიარო ეს ტრანზიციის ეტაპი. ოთარ, ჩვენ ახლა გავიარეთ ხელოვნური ინტელექტის კურსი, თუმცა ეს ამ ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ აი წაღანაც ბრძანეთ, რომ შეიძლება კულტურული შოკი გამოიწვიოს და ასე შემდეგ. რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი არ არის მზად ხელოვნური ინტელექტი აღიქოს კონკურენტად. და ასევე გაუგებარი არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის საქართველოში, რომ შესაძლებელია ადამიანების ჩანაცვლება მოხდეს ზუსტად ხელოვნური ინტელექტით. ხომ არ ფიქრობ, რომ უნდა ვრცლად გავრცელდეს ინფორმაცია, თუნდაც იმისთვის, რომ რაღაცნაირად ადამიანები მოემზადონ გადასვლისთვის, იმ ეტაპზე გადასვლისთვის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ პროფესიას მინიმუმ ჩაანაცვლებს და მინიმალურად მაინც გქონდეთ იმ ხელსაწყოებზე ინფორმაცია, რაც შესაძლებელი არის, რომ შემდეგ თავის გადასარჩენად გამოიყენო. პირველ რიგში ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს ადამიანებს, ადამიანებს ჩაანაცვლებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. მაგალითად, ავიღოთ ახლა რაღაცა გაყიდვების გუნდი, ან ნებისმიერი რაღაცა მედია ორგანიზაცია, ნებისმიერი ორგანიზაცია, სადაც აქამდე საჭირო იყო 10-15 ადამიანი იმისათვის, რომ ნორმალურად ეფუნქციონირა რაღაცა გუნდს, რაღაც ჯგუფს, ეხლა ამ ყველაფერს გააკეთებს ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს 5-10, რა ვიცი, 15 ხელსაწყოს გამოყენების უნარი და ეს ადამიანი ამ ხელსაწყოების დახმარებით ამ ყველაფერს იმ ყველა ფუნქციას შეასრულებს. თუ ისინი ასრულებდნენ ერთ კვირაში, ეს ადამიანი შეასრულებს 1 საათში. ამიტომ ჩაგანაცვლებს ის ადამიანი, რესურსები გამოთავისუფლდება. ეხლა არც ერთი კომპანიის ხელმძღვანელი არ არის გიჟი, რომ 15 ადამიანს უხადოს ხელფასი და თან გაცილებით ნაკლები ეფექტური იყოს შედეგი. როდესაც შეუძლია, რომ ერთ ადამიანს გადაუხადოს ხელფასი და ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთოს 15 ადამიანის საქმე. პირველი ეგ არის და ხო, აი აქ მიიღებს ზუსტად ჩოქს და ამისთვის ადამიანებმა უნდა დაიწყო ფიქრი აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ეხლავე ეს ინფორმაცია აი საზოგადოების ყველა ფენაში უნდა გაჯდეს. მთელმა ქვეყანამ ამაზე უნდა დაიწყოს ლაპარაკი, მთელი ქვეყანა ამისთვის უნდა ემზადებოდეს. აი ჩვენ ხვდებით ხოლმე რაღაც ვიდეოებს TikTok-ზე, Google-ის Views-ამში დაგენერირებულ, სადაც ეს ყველაფერი თითქოს ისეა გადატანილი, რომ რაღაც ბევრი უზრდელობა, ბევრი რაღაც სახუმარო ვიდეოა, ბევრი ისეა და ჯერ ამ ყველაფერს აღიქვამენ თითქოს გონიათ, რომ ეს ყველაფერი არის გართობა. ეს ყველაფერი არ არის გართობა. კი ბატონო, რაღაც ეს ფოტოგენერაციული ხელსაწყოები, ეს ვიდეო გენერაცია იქნება, ფოტო გენერაცია იქნება, რაღაც ფოტოშოპის ხელსაწყოები. ეს შეიძლება ერთობი ამით, მაგრამ ხვალდაზე დაგიდგება შენ პროფესიაში საჭიროება და უდგებათ მასწავლებლებს. ამისთვის არის უამრავი კარგი ხელსაწყო და უამრავი მთელი ხელსაწყოების ნაკრებია და ბუკეტია ამის, რომ აი მასწავლებლებმა გამოიყენონ და დაიხმარონ არა მარტო თავისთვის, არამედ მოსწავლეებისთვის პერსონალიზირებული გაკვეთილების შექმნან და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე და ეს განსაკუთრებით მასწავლებლებს
საც შეუწყობს ხელს და მათ განვითარებასაც. უამრავი ხელსაწყო არსებობს და უამრავი კარგი ახალი მიმართულება მედიცინის მიმართულებით უამრავი მიმართულება, რა ვიცი, მარკეტინგის, გაყიდვების, AI აგენტები რა დღეს, როდესაც ერთი AI აგენტის საშუალებით შეიძლება მინიმუმ 20 ადამიანის საქმე გააკეთებინო ერთ ხელოვნური ინტელექტის აგენტს და ამიტომ როდესაც ეს ძირითადი ავტომატიზირებული კიდე გავიმეორებ საქმეები და სამსახურები გამოთავისუფლდება, დავრჩები ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება იმ სამსახურების გარეშე, რა სამსახურებშიც ეხლა არიან, მაგრამ ამ ადამიანებს თუ ექნებათ იმისი უნარი, იმისი მონდომება, რომ მანამდე რაღაც შეისწავლონ, რაღაც შექმნან, რაღაცა კრეატიულისკენ წავიდნენ, აუცილებლად შექმნიან გაცილებით უკეთეს და გაცილებით გარს. მე მაინც ოპტიმისტურად უყურებ და მგონია, რომ მსოფლიო ბევრად უკეთესი გახდება ესეთ პირობებში, როდესაც ადამიანებს გაცილებით მეტი დრო გამოუთავისუფლდებათ და რუტინულ სამუშაოზე აღარ იქნებიან დამოკიდებულები, ვიდრე თქვათ, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ტაქსის მძღოლობა უხარია და როდესაც მანქანები გადავა და გადასულიც არის უკვე უპილოტო მანქანები იქნებიან შემოვლენ, ეს ტაქსის მძღოლი რო წავიდეს და რაღაც შექმნას და კონდეს მას ხელოვნური ინტელექტის უნარების გამოყენება, ბევრად უკეთესი ალბათ სამყარო გვექნება. ასევე ვიძახი ბლოგერი, ჟურნალისტი, რომელიც იჯდა დილიდან საღამომდე და წვალობდა, რომ სტატიები ეწერა და დღეში თქვათ 10 სტატია დაეწერა იმისათვის, რომ თითო სტატიაში 10 ლარი აიღო და დღის ბოლოს რაღაც შეექმნა, მას თუ ექნება სხვა ხელსაწყოების გამოყენების უნარიც, შეიძლება მან 10-ჯერ მეტად პროდუქტიული იყოს და მეტად ბევრი ფული დააგენერებს და მე ამ ყველაფერს არ უყურებ ცუდი კუთხით და შეიძლება კი ბატონო იქნება კრიზისი, იმიტომ რომ ბევრი ვერ აღიქواس და ბევრი ვერ ხვდება, რომ ეხლა ესეთ სამყაროში გადავდივართ და ალბათ 5-10 წელი ხალხს ძალიან გაუჭირდება, სანამ უცბად რო დაეჯახები ესეთ პრობლემას და არ ახარ იმ დროისთვის მზად, რა თქმა უნდა შეგექმნება პრობლემები, მაგრამ ალბათ აქედანაც ამ ეტაპსაც გადავიდეთ. ოთარ, მთელი მსოფლიო გაცილებით წინ არის დამთანხმები ალბათ, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით და რამდენად გვაქვს საშუალება, რომ ფეხი აუწყოთ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოწვევებს, ვინაიდან რეალურად ჩვენ საზოგადოებაში chat GPT-ის იქით პრაქტიკულად არავინ არც ერთ ხელოვნური ინტელექტზე არ საუბრობს. რამდენად აქვს რესურსი ჩვენ ქვეყანას, ან რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება არ ჩამორჩეს თუნდაც იმ სიკეთეებს, რაზეც ეხლა საუბრობდი, რომ უკეთესი შეიძლება გახდეს სამყარო. მაგ ყველაფერში პირველ რიგში არის პოლიტიკური ნება საჭირო, რომ ამ ყველაფერმა მასშტაბური ხასიათი შეიძინოს და მასშტაბური რაღაც მიმართულება მიეცეს და ხელისუფლების ჩარევის გარეშე ეს შეუძლებელი არც ერთ ქვეყანაში ეს არ ხდება. ეხლა თუ არ ჩავთვლი შეერთებულ შტატებს, სადაც ეს დიდი ტრანსნაციონალური კორპორაციებია, ეს Google, რა ვიცი, Microsoft, IBM, Nvidia და ასე შემდეგ, ყველგან სადღაც საფრანგეთს ავიღებთ, ამას გერმანიას ავიღებთ, იტალიას, სადაც კი ხელოვნური ინტელექტის კვლევა ტარდება, სადაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან მაღალ დონეზეა, ყველგან სახელმწიფო თითქმის სახელმწიფოს დახმარებით ხდება ყველგან. თუნდაც რა ვიცი, რუსეთი ავიღოთ, მართალია მას თავის მიმართულებები აქვს, რაღაც სამხედრო ინდუსტრიული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დიდი პროექტები, მაგრამ ისაც სახელმწიფოს ჩარევით ხდება. ჩვენთან აბსოლუტურად არაფერში არ ერევა სახელმწიფო, კერძო ინიციატივებია მხოლოდ საქართველოში თუ რამე განვითარდა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, როცა და ესეც ChatGPT და ესეთი მარტივი პროგრამები, როცა უკვე ვნახეთ უკრაინის დრონების შეტევა რუსეთზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის მრავალი მოდელი იყო გამოყენებული. მხოლოდ მაგ შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა ავიღოთ, სხვადასხვა ქვეყნები მუშაობენ ძალიან დიდ მოდელებზე, მილიარდობით დოლარია ჩადებული აბსოლუტურად ყველგან და ჩვენ ამ დროს
საერთოდ არაფერს არ ვაკეთებთ, არა გვაქვს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაც კი, საიდანაც უნდა დაიწყოს რეალურად, ხო? უგულებელყოფას ხო არ აკეთებს ჩვენი ქვეყანა? კი, ეგრე ჩანს, რომ უგულებელყოფას აკეთებს ამ ყველაფრის მიზანმიმართულად და ეს ყველაზე დიდი ბოროტება რაც შეიძლება შენ ერთს და შენ ხალხს გაუკეთო ამ სიტუაციაში, როცა იცი რომ არავინ არ თქვას ახლა ვერ ხვდებიან რა ხდება მთელ სოფლიოში, როცა იცი რომ 2-3 წელში შენს მოსახლეობას დაუდგება იმის საჭიროება რომ აბსოლუტურად მზად იყოს იმ ახალი სამყაროსთვის და როცა ამას არ აკეთებ, აი ამაზე დიდი ბოროტება უბრალოდ ფაქტიურად აი რომ მიცოდე რომ რაღაცა ჯარი მოდის და არ აფრთხილებდი მოსახლეობას რომ რაღაც აი ომისთვის არ ამზადებდი და ეს ყველაფრიდან მოწყვეტა, ყველაფრიდან ჩახსნა, უბრალოდ რა ვიცი რას გამოიწვევს, კატასტროფას გამოიწვევს და ჩვენთან აი ეხლაც ვიძახი გარდა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ისაც დაბალ დონეზე აი ფოტოების, ვიდეოების გენერირება, რაც ისედაც არის რაღაც აპლიკაციები, არაფერი არც ერთი მიმართულებით არ ხდება განვითარება, კვლევა ლაბორატორიებში არც აი რა ვიცი ხელოვნური ინტელექტს აქვს მინიმუმ 10-12 მიმართულება, დიდი მიმართულება და ჩვენთან აი მარტო დიდი ენობრივი მოდელია ChatGPT და Grok-ი, Gemini და ასე შემდეგ DeepSeek-ი, ამასაც ვერ ვიყენებთ სწორად და მაგას კიდევ ცალკე მოხმარება უნდა და რაში ვიყენებთ კიდე ცალკე საკითხავია და როგორ ვიყენებთ და რა დონეზე ვიყენებთ. და ამიტომ მე ვფიქრობ რომ სანამ საქართველოში პოლიტიკური ნება არ იქნება განსაკუთრებით ჩვენარ ქვეყანაში, რა ვიცი ისრაელისგან მაინც აიღონ მაგალითი ყოველთვის მაგას ვფიქრობ, სანამ პოლიტიკური ნება არ იქნება, აქ ესეთი მასიურად და მასშტაბურად ამ თემაზე ძალიან ძნელია განსაკუთრებით ჩვენი მხრიდან, თუნდაც არასამთავრობო სექტორის მედიის მხრიდან ამ თემის მასშტაბირება და ამ თემის ასე ვთქვათ ნაციონალიზაცია იმ ფონზე განსაკუთრებით როცა ჩვენი დევნაც მიდის ამათი მხრიდან ვინც სწორედ ამ სფეროებით ვართ დაკავებული და სხვა არაფრით. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ნაწილი ოკუპირებული გვაქვს და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვფიქრობ ალბათ კარგი არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ხო? ანუ ბევრ ისეთ საკითხში შეიძლება დაგვეხმაროს, რისი ადამიანური რესურსის სიმწირით შესაძლოა გაჩნდეს ჩვენს ქვეყანას და ამ მიმართულებით თუ არის თუ მუშაობს? კი, აი ოპტიმალურია მაგ მიმართულებით, მართლა ვინმე რო პატრონი იყოს ამ ქვეყნის და ვინმე სადარდებდეს ეს ქვეყანა, ოპტიმალურია ამ მიმართულებით, როდესაც შენ არ აკავს დიდი რესურსები, არ გაგაჩნია, არ აკავს დიდი ჯარი, მოსახლეობა მცირე ყავს და აქედან ამ ხელა მონსტრი გემუქრება რუსეთის სახით ამ ჰიბრიდული ომის პირობებში ხარ და ყოველდღიურად ფსიქოლოგიური ოპერაციების ასე ვთქვათ შეტევების ფონზე გააცხოვრებ შენს მოსახლეობას, პირველი თუ რამე ამ ყველაფერში დაგეხმარებოდა ფსიქოლოგიური ოპერაციების, ამოცნობის, აი აქ საოკუპაციო ხაზზე კიდევ მონიტორინგის სისტემების, შემდეგ ამის ანალიზისთვის და მთელი ამ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ხელოვნური ინტელექტი თან მინიმალური შესაძლებლობებით, რომელიც გაკეთებდა სასწავლო ანალიტიკას, საუკეთესო ანალიტიკას, შემდეგ ამ ანალიტიკაზე დაყრდნობით გაცილებით მეტად დაცული გეყოლებოდა შენი მოსახლეობა, არსებობს ანალიტიკური სისტემები, აი მაგალითისთვის ვიტყვი, მე მგონი წინა გადაცემებშიც ვახსენე, რომელიც გააკეთებდა საოკუპაციო ხაზის მონიტორინგს. ამ მონიტორინგის საფუძველზე შენ შეიძლება დაგედგინა რატომ იტაცებენ, ან რომელ დღეებში იტაცებენ ადამიანებს. შემდეგ ეს ხელოვნური ინტელექტს ამის ანალიტიკა გაეკეთებინა, რის საფუძველზე იტაცებენ, ეს ხდება პოლიტიკური განცხადებების, უამინდობის, გეოგრაფიულად ახლო მდებარე სოფლებიდან, რაღაც რუსი პოლიტიკოსების განცხადებების შემდეგ თუ რაღაც, ანუ რასაც ადამიანი ვერ შეძლებს, ანუ რაც ადამიანისთვის არის ძალიან რთული და რასაც შეიძლება დასჭირვებოდა თვეები, ეს ყველაფერი ამის ანალიტიკა და შემდეგ უკვე პროგნოზირება შეიძლება გაგიკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა და შეიძლება ჩვენ დაგვენახა, მე არ მჯერა რომ
აი შემთხვევით ვიღაცა გადმოდის და ვიღაცას იტაცებს. ეს ხო ხდება სპეცსამსახურების მიერ და ეხლა რუსული სპეცსამსახურები შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რაღაც ფორმიდან არიან ამოვარდნილები და რაღაცა რუსული სპეცსამსახურები ყოველთვის რაღაცა მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ამიტომ მათ აქვს თავისი პროტოკოლი. ისინი ამ პროტოკოლის გარეშე ვიღაცა თავის ნებაზე არ დარბის აქეთ და იქით და არავის არ იტაცებს. მათ აქვს დავალებები. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ადამიანებს როცა იტაცებენ იღებენ რაღაცა დავალებებს. ან ეს ხდება რაღაცა ინტერვალით ან რაღაც დროში და რაღაც ამ ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი ჩარჩო, თავისი პროტოკოლი, ამ ყველაფერს დაგიგენერირებდა ხელოვნური ინტელექტი და დაიჭერდა კანონზომიერებებს. შემდეგ შეიძლება ამას პროგნოზირება გაეკეთებინა, რომ აი ამ დღეს დაგეგმილი აქვს ამ სპეცსამსახურებს და შენც გაფრთხილებოდი განსაკუთრებულად შენს მოსახლეობას, როგორ მოქცეულიყვნენ ან რა თავდაცვითი სისტემები შეემუშავებინათ ან რა თავდაცვითი სიტუაცია შეემუშავებინათ იმისთვის რომ აი ესეთი პრობლემები აღარ მომხდარიყო. ასევე რა ვიცი თუნდაც აი ფსიქოლოგიური ოპერაციები რასაც რუსეთი აკეთებს ჩვენს წინააღმდეგ განსაკუთრებით იგრძნობა ამ deep state-ის და 1000 სისულელის და რა ვიცი ნიაღვარის ფონზე აქაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად კარგ ანალიზს გაუკეთებდა და მოსახლეობაც მზად ეყოლებოდა იმისთვის რომ აი შენ მაგალითად ეს ოპერაცია და ეს ნარატივი რასაც ხელისუფლება გიკეთებს ახლა რუსული სპეცსამსახურების ხაზით ეს არის ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილი და თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინებოდა რომ აი ამ ნარატივს არ უნდა წამოგებოდა თორემ მათ ფსიქოლოგიური ოპერაციის მთელი 6-7 ეტაპი რაც არის პირველი იდენტიფიკაცია მოსახლეობის სეგმენტებად დაყოფა შემდეგ ამ სეგმენტებზე ნარატივის მორგება, ნარატივის შექმნა, შემდეგ დისტრიბუცია უკვე გავრცელება, შემდეგ ამის გაძლიერება როგორც ხდება ხოლმე და განსაკუთრებით რუსებს ამ მიმართულებით კიდევ ვიძახი ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს თუნდაც deepfake-ების შექმნის პირობებში, ეხლა განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის პირობებში და განსაკუთრებულად დიდი საფრთხე იქნება ალბათ ეს deepfake-ები, რომელიც მთლიანად ცulis ადამიანის იდენტობას იპარავს, ადამიანის ხმას იპარავს, შეიძლება შეცვალო ადამიანის ხმა, ადამიანის სახე და ასე შემდეგ. აი ხო და მოკლედ ამის საფუძველზე ამ ყველაფერისთვის რო აგერიდებინა თავი რთულია ჩვეულებრივმა ადამიანმა ვისაც შეხება რა გაქვს არიდოთ მაგრამ როდესაც შენი სახელმწიფო იზრუნებდა შენზე და აი ეს სისტემები ექნებოდა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მთელ აი ამ 6-ვე ეტაპს რაც ჩამოთვალე ფსიქოლოგიური ოპერაციის განეიტრალებდა და აღარ მივიღებდით იმას რომ ამ 6 ეტაპის მიზანი რაც არის ერთი მოსახლეობის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის განეიტრალება და ფრუსტრაცია ჩვენ რაც სახეზე გვაქვს დღეს რომ ერთი ნაწილი რადიკალიზირებულია თქვათ ხელისუფლების მხარეს მყოფი ხალხი მეორე ნაწილს რაღაცა შუალედურ ნაწილს ასე ვთქვათ რასაც ისინი შუაში სტევს ეძახიან თითქოს ყურები აქვს რაღაცაზე ჩამოყრილი აი რა აზრი აქვს ბრძოლას და ასე შემდეგ და რაც მხოლოდ რუსეთს აძლევს ხალხს. აი ამ ყველაფერშიც ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარებოდა და კიდევ რა ვიცი უამრავი აი ეს ხო ავიღეთ ახლა უსაფრთხოების ნაწილი. უსაფრთხოების ნაწილთან ერთად საქართველოს ჭირდება განათლება, საქართველოს ჭირდება ჯანდაცვა და საქართველოს ჭირდება ეკონომიკა და თელ ამ ყველაფერში ამის პროგნოზირებაში, ანალიტიკაში აქაც ხელოვნური ინტელექტის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ელემენტარულად ვიარსებოთ. რეალურად დღეს ჩვენი პრობლემა რაც ყველაზე ესეთი თვალნათელი არის, ჩემი აზრით, ჩვენ ქვეყანაში ის არის რომ მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი არის დეზინფორმაციის მსხვერპლი. ანუ რეალურად ჩვენ ვიღებთ იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციაც როგორც თქვი, აწყობს რუსულ სპეცსამსახურებს და სამწუხაროდ ამ ინფორმაციის გავრცელება ხდება ხელისუფლების დახმარებით, თუნდაც იმ ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც ცდილობენ რომ ხელისუფლების
ნაბიჯები გაამართლონ, თუმცა გვაწვდიან დეზინფორმაციას. როგორ ეხმარება ამაზე კიდევ რომ ვთქვათ, კი თქვი წეღანაც, მაგრამ კიდევ რომ გავამახვილოთ ყურადღება, რა მნიშვნელობა აქვს იმას გავარჩიოთ ნამდვილი ინფორმაცია, ყალბი ინფორმაციისგან, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, სწორ ადგილზე ვიყოთ და არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლები. აი მოკლედ კიდევ რომ განმარტოთ თია, რასაც ფსიქოლოგიური ოპერაცია PSYOPS, რასაც ეძახიან. მოკლედ როგორ იქმნება ფსიქოლოგიური ოპერაცია? ჯერ დგება იდენტიფიკაცია გარკვეული სეგმენტების, გარკვეული ჯგუფების, შეიძლება იყოს გეოგრაფიული არეალის მიხედვით, ასაკის მიხედვით, სამსახურე პროფესიების მიხედვით, სქესის მიხედვით და ასე შემდეგ. რაშიც ეხლა დარწმუნებულები ვართ, რომ რუსულ სპეცსამსახურეს მთელი საქართველოს სიები, ესე კატეგორიებად დაყოფილი აქვთ. შემდეგ რომელ ჯგუფსაც უნდათ რომ ფსიქოლოგიური ოპერაცია მოახდინონ და ასე ტარგეტირებული შეტევა გააკეთონ, ამ ჯგუფისთვის ქმნიან ნარატივს. რაღაც თემას, რაღაც ტყუილს, ნახევრად სიმართლეს. აი მაგალითად როგორიც არის ეს deep state და იმას რო ებრძვის თითქოს და მთელი მსოფლიო რო ხელში უჭირავს და მარტო ბიძინა რო ვერ დაამარცხა. იქმნება ეს ნარატივი და იმდენჯერ მეორდება ეს ნარატივი, ხო, სანამ გამეორდება მე შემდეგ უკვე ამ ნარატივის დისტრიბუცია ხდება. ჩვენ ვხედავთ რა უბედურება ხდება დღესდღეობით TikTok-ზე. აი განსაკუთრებულად კარგად აითვისა რუსულმა სპეცსამსახურებმა და ქართულმაც და ზოგადად ქართულმა ოცნებამაც და მათმა მხარდამჭერებმა TikTok-ი და თუ რამე აი ეს სიბინძურის ნიაღვარი შეიძლება წამოვიდეს, თუ რამე ტყუილი შეიძლება გავრცელდეს, თუ რამე სიბინძურე ადამიანებზე შეტევა, სახელის გატეხვა და არც Facebook-ი აკლებდა, მაგრამ TikTok-იდან განსაკუთრებით იგრძნობა ეს ყველაფერი Telegram არხებიდან და ასე შემდეგ. მოკლედ არც ამის პრობლემა აქვს ხელისუფლებას. დავანებოთ ყველაფერს TikTok-ს თავი, იმედი ამ ხელა პროპაგანდისტული და დეზინფორმაციის მანქანა, აი აქ ყავს, რა ქვია, პირდაპირ FSB-ს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულება. შემდეგ აი სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით, ამ ტელევიზიების, TikTok-ის და ამ ხელსაწყოების გამოყენებით ხდება დისტრიბუცია ამ ყველაფრის ხალხში გაჯერება და გაჟღენთვა და ჩვენთან განსაკუთრებით მარტივია ერთი პოსტით შეგიძლია მთელ საქართველოს გააგებინო ყველაფერი და ან დიდ ქვეყნებში თუ ჭირს რამდენიმე ხაზი და რამდენიმე წყარო გინდა ჩვენთან განსაკუთრებით მარტივია ამ ყველაფრის გავრცელება. შემდეგ ამასაც არ სჯერდებიან და მეოთხე ეტაპი არის, როდესაც შენ ამ ყველაფრის გაძლიერებას ახდენ. აი deep states მაგალითად დაუმატებ კიდე რაღაცა შეთქმულების თეორიას, რასაც ძალიან კარგად აკეთებენ ხოლმე და მთელი თანხმედრაშია ამათი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების და დუგინის და რა ვიცი მედვედევის და არიშკინის და ვისი აღარ თავიდან ბოლომდე უკვე აღარც მალავენ იმდენად მარტივად დასაკითხები არიან, რომ რაც იწერება FSB-ს სხვადასხვა სამმართველოში, ესენიც ერთ-ერთზე იღებენ. შემდეგ ხდება უკვე ადამიანების ჩართვა, ჩათრევა კომენტარებში, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებში ამ თემების გაშლა და უკვე ამ თემის ირგვლივ მთელი ერის დარაზმა და ჩამოყალიბება ზოგი აქეთ ზოგი იქით და ბოლო მიზანი არის ამ სპეცსამსახურების ამ ფსიქოლოგიური ოპერაციის რომ ერთი ნაწილის რადიკალიზაცია მოხდეს და მეორე ნაწილის განეიტრალება მოხდეს. რადიკალიზაცია ამ შემთხვევაში ერთიც აწყობს რუსეთს და მეორეც აწყობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნიჰილისტური საზოგადოებაც აწყობს და რადიკალიზებულიც, რაც იწვევს ზოგადად სამოქალაქო დაპირისპირების რაც ყველაზე დიდი ხელშემწყობია სამოქალაქო დაპირისპირების, იწვევს დაპირისპირებას და აი რომ წარმოვიდგინოთ 90-იანი წლების სცენარში გვაგდებს მთელებს. ამიტომ ჩვენ იმისათვის რომ ამ ყველაფერს მივხვდეთ და ეს საკმარისი არ არის მხოლოდ 10 ადამიანი მივხვდეს, 20 ადამიანი მივხვდეს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკე, იქით მილიონი ადამიანი რომ უკვე ამ ოპერაციის ქვეშ არის და მოწყვლადია და ყველანაირად გავლენის ქვეშ არის და კონტროლის ქვეშ არის და უკვე ვეღარ გამოდის აქედან. ძალიან ძნელია რომ 10-მა, 20-მა თუნდაც 100-მა ადამიანმა შეცვალოს მათი აზრი, როდესაც თან ეს ფსიქოლოგიური ოპერაციები ერთი ხო არ არის და ორი ხო არ არის, სათითაო სეგმენტს, სათითაო ოპერაციას უტარებენ და უფრო მეც კიდევ და ამიტომ ჩვენ
თუ რამე დაგვეხმარებოდა წეღანაც თქვი, არის ხელსაწყოები, არის ამისი დეტექციას, რაც მოახდენს, ამის აღმოჩენას, რაც მოახდენს, ამას გამოავლენს, გამოაშკარავებს მოსახლეობის განვითარებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებს და რაღაც სანამ მიზნამდე მოვა შეარბილებს დარტყმის. ანუ შეიძლება რომ გადავიტანოთ რაღაც ომზე და რაღაცას, რომ სანამ მიზნა და ცოტა ესე განვაზოგადოთ, სანამ მათი ოპერაცია მიზნამდე მოვა, შერბილებული სახით მოვა და საზოგადოება ვეღარ დაზიანდება იმდენად, როგორც ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცოდეს ამ ხელსაწყოების შესახებ, რომ რეალურად თვითონაც ელემენტარულ პირობებში მოახდინოს გადამოწმება თუნდაც ინფორმაციის, თუნდაც გარკვევა იმისა, რომ რეალურად ეს არის ნარატივი და არ შეესაბამება სიმართლეს და ასე შემდეგ. აი ელემენტარული გადამოწმების კუთხით, მაგალითად არის deepfake-ები. ხო არსებობს deepfake-ის გადამოწმების ხელსაწყოებიც და ჩვენ ყველაფერი ეგრევე არ უნდა დავიჯეროთ, ყოველთვის რაღაც უნდა გადავამოწმოთ. წეღანაც საუბრობდი, რომ უკვე თუ აქამდე იყო სიტყვაზე phishing-ი, ეხლა phishing-ის კიდევ ერთი ქვესახეობა phishing, voice phishing, რომლის საშუალებითაც ადამიანის ხმასაც აყალბებენ, იდენტობასაც იპარავენ, სახეს აყალბებენ და აბსოლუტურად შეიძლება ჩემმა ავატარმა ან თქვენმა ავატარმა სადმე რაღაცა ისეთი გააკეთოს და ჩაწერონ, რომ ვერავინ ვერ მიხვდეს, რომ ეს შენ არ ხარ, იმიტომ რომ მართლა შენ ხარ, შენი კადრი აქვს აღებული სხვადასხვა ტელევიზიიდან, ასე ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს აჭმევენ ბევრს, აჭმევენ შენს ხმას, აჭმევენ შენს ქცევებს, შენს პიროვნულ რაღაც თვისებებს, სახეს და შემდეგ რასაც უნდა იმას გალაპარაკებენ და რასაც უნდა იმას გააკეთებინებენ ნებისმიერ და ეს საზოგადოება კიდე თუ არ იყო მზად იმისთვის რომ ამის გადამოწმება შეძლო რომ რაღაც უბედურება რომ დაგაბრალონ ან რაღაცა გააკეთონ 100 ადამიანიდან 50-იც თუ დაიჯერებს ესეც მიღწევა მათთვის ხო სპეცსამსახურებისთვის იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე თავისი მიზანი შეასრულეს. ოთარაი ცოტა უფრო კარგად რო აუხსნათ მოსახლეობას, საზოგადოებას ეს გამოყვება როგორ ხდება, ანუ რას გულისხმობ აი მოკლედ არის შეიძლება დაგამგვანოს ხელოვნურმა ინტელექტმა ნამდვილს და როგორ შეიძლება მოკლედ არის 2-3 ხელსაწყოს გამოყენებით ძალიან მარტივად შეცვლიან ხმას, ანუ ხმას კი არ შეცვლიან შენივე ხმას მიაწოდებენ ხელოვნურ შენივე ხმას დააგენერირებენ, კი ბატონო, შენივე ხმას დააგენერირებენ ოღონდ იმისაც რომ რაღაცა ხარვეზები არ გაიპაროს თუ რაღაც სერიოზულს აპირებს ვინმე რაღაც და რა ჯგუფი ან რა სპეცსამსახური ერთ ხმას კი არ აიღებენ რომელიმე გადაცემიდან აიღებენ რამდენიმე გადაცემიდან რომ საშუალო სტატისტიკური ხმა გამოიყვანონ შენი ანუ როგორ ძირითადად როგორ საუბრობ ხო აი მე მაგალითად გუშინ რაღაცა ყელზე პრობლემები მქონდა და არ მქონდა ჩემი ხმა ჩემ გადაცემაში და ეს ხმა რო გამოიყენონ შეიძლება ვიღაც მიხვდეს რომ არ არის. ამიტომ ისინი 5-6 გადაცემიდან აიღებენ ამ ყველაფერს. 5-6 გადაცემიდან აიღებენ თქვენს აი რაღაცა body language, რაღაცა ხელების მოძრაობას, რაღაც საქცევას, მიმიკებს და აბსოლუტურად ყველაფერს რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ეს სადაც უფრო ხშირად იქს, როგორც უფრო ხშირად, რაც არის აი შენი ბუნებრივი მდგომარეობა, რასაც აი baseline-ს რო ეძახიან, რომ იმ მდგომარეობაში ჩაგაყენოს აბსოლუტურად და ამას ვიძახი 2-3 ხელსაწყო სჭირდება, სახისაც, ხმისაც. და ამ ხელსაწყოების გამოყენებით ძალიან მინიმალურ ფასად და შეიძლება ფულიც არ დაგეხარჯოს რაღაცეებში, აი სულ რაღაც 10-15 ფარგლებში შექმნა ადამიანის ისეთი ვიდეო, სადაც აი აბსოლუტურად ამ ადამიანის რეპუტაცია თავიდან ბოლომდე დაანგრიო. ან გამოიყენო თაღლითურ სქემაში, მაგალითად გამოიყენო დაურეკოს ცოლმა ქმარს, ან ქმარმა ცოლს და მოსთხოვოს ფული. ხელფასი კი არა, გადარიცხვა და ეჭვსაც ვერ შეიტანს ოჯახის წევრი, რომ ის არ არის. დაურეკოს აი ესე ვიდეო თვალით და ვიდეო თვალი კი არ არის, ეს იქნება ავატარი,
და რასაც ჩვენ საერთოდ ვერც მიხვდები და ვერც გაიაზრებ, რომ ეს ავატარია. ცალკე პრობლემები არის და ცალკე გამოწვევის ამბავია კიდე ეს ფიშინგ წერილები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და აქაც ერთი ყურადსაღები ამბავი ეგ არის, რომ აქამდე თუ წერდნენ ფიშინგს და რაღაცნაირად მაინც ამოიცნობდი ან შეყვებოდი საუბარში, დღესდღეობით იმდენ манипуляციურ ხერხს იყენებს ხელოვნური ინტელექტი ამ ფიშინგ წერილისას, რომ ძალიან ძნელია ადამიანმა ამოიცნოს ხელოვნური ინტელექტი. იმდენ ფსიქოლოგიურ ასპექტს იყენებს. აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი ავიღოთ, ბანკის თანამშრომელი ვთქვათ, ჯერ სწავლობენ სათითაო თანამშრომელს, ეს ვთქვათ დამნაშავეები, კრიმინალები, აი ამ შემთხვევაში გადმოვიდეთ თუ სპეცსამსახურებიდან რაღაც ჰაკერების ჯგუფზე. ჯერ სწავლობენ, ვთქვათ, რომელ თანამშრომელს ეჩხუბება უფროსი, ყველაზე ხშირად. რომელიც თანამშრომელია ყველაზე ხშირად ბულინგის მსხვერპლი უფროსის მხრიდან. ხო არიან ეგეთი თანამშრომელი, რომ აი უფროსი ემდურება, ეჩხუბება რაღაცას, ვერ მიკეთებ, არ აკეთებ, რა სულ შენს გამოვნახდებოდეს და ასე შემდეგ. ჯერ სწავლობენ და შემდეგ სწორედ ამ თანამშრომელს, რომელსაც უფროსის მხრიდან რაღაც ზეწოლები აქვს ყოველდღიური, წერენ აი ესეთ სახის წერილს, რომ დროზე, სადღაც შეხვედრაზე მივდივარ, მჭირდება ფული, დამაწიო გზაში ან გადმორიცხო და ან რაღაცა, სულ შენს გამოვარ ამ მდგომარეობაში და აქ უსვამენ იმ ანუ აბსოლუტურად ყველა ფსიქოლოგიურ მომენტს იჭერენ და ყველა მეთოდს იყენებენ манипуляციის, ეუბნებიან აი ესეთ რამეს, რომ სულ შენს გამოვარ ამ მდგომარეობაში, რომ და აბა დღესაც თუ ჩამიშლი ამ შეხვედრას და დღესაც თუ დამინგრევ, პირდაპირ იმაზე არ ტყავს, რაზეც მთელი ცხოვრება არ ტყავდა. და აყენებენ ისეთ მდგომარეობაში ადამიანს და თან იქ არის დროის ფაქტორია, ეს პიროვნული ფაქტორია, კიდე რამდენიმე 5-6 манипуляციური ხერხის გამოყენებით ადამიანი მიყავს იმ მდგომარეობამდე, რომ შეიძლება არც გადაამოწმოს და ძალიან ბევრი არ გადაამოწმებს, ვინც არ იცის ამის შესახებ. მით უმეტეს რომ გირეკავს უფროსის ხმა. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე უფროსია და თუ საჭირო გახდა ავატარსაც ჩართავენ, სახეც უფროსის იქნება. და აქ ვერ მიიტანე ეჭვს ბევრი, ალბათ დღესდღეობით საქართველოში, ალბათ 70-80% ამ ყველაფერს არ გადა. შეიძლება არ ჩვენ გადავამოწმოთ იმ მდგომარეობაში თუ ვიყავით იქ ან რაღაცა ყურადღება გქონდა სხვა თემაზე გადატანილი ან რაღაცა ხასიათზე არ ახარ სხვა რაღაცაზე ფიქრობ, შეიძლება ეს ავტომატურად გააკეთო. და ავტომატურად გააკეთო და ჩამოგეშალოს მთელი კომპანია და მთელი ფინანსები. აი ამ ხელსაწყოებს ეხლა წარმოვიდგინოთ თუ 2-3 კიბერთაღლითი იყენებს და ის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია თავზე ხელი თუ ავიღეთ, წარმოვიდგინეთ რა მაგრად გამოიყენებს და ამ ხელსაწყოებზე რამდენად ძლიერი ხელსაწყოები ექნებათ ხელით დაწერილი სპეცსამსახურებს, რომლებსაც ყველანაირი შეცდომა ექნება წინასწარ გათვალისწინებული, ყველანაირი ბარიერი ექნებათ გათვალისწინებული და ამაზე დაყრდნობით გააკეთებენ ესე deepfake-ებს. და ჩვენ მთელი ამ შეტევის წინაშე ვართ აბსოლუტურად დაუცველები, აღარაფერს ვამბობ ჩვენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, კიბერშესაძლებლობებს და ასე შემდეგ, მან საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება და პულსიც არ გვესინჯება არაფერში. აი ამ მდგომარეობაში ვარ დღესდღეობით. მადლობა ოთარ, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ალბათ საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი გვინდა თუ არ გვინდა, კარგია თუ ცუდია შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი ძალიან დადებითი მხარე შეგვიძლია აქედან გამოვიყენოთ და შესაბამისად მოსახლეობის ინფორმირება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა.